სოფელ ხუცუბანში ფერმერებს კოოპერატივების უპირატესობისა და საქმიანობის მექანიზმები გააცნო დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. საურბ ფუტკარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით დაგეგმილი შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საწარმოო და ტექნოლოგიური სიახლეების განვითარებაც. სოფელ ხუცუბანში დღეს გამართული შეხვედრა ფერმერებმა უარყოფითად შეაფასეს. მათი განმარტებით შეხვედრის დროს განხილული საკითხები მათთვის გასაგებ ენაზე არ იყო მიწოდებული. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროგრამებით ისინი მნიშვნელოვან სარგებელს ვერ მიიღებენ. საურბ ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონში კოოპერატივების შექმნის შესახებ მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია, ამიტომ მათი უარყოფითი შეფასება ბუნებრივია. იგავი გეღარა მონავალი რა ექნება ამ საქმეს. მოცვი დაგირგავს და 20 წელი იცდია მაგის და რა შედეგი აქვს მაგას გლეხიზა. მოსულია ხუცუბანში და ლაპარაკობს ხელვაჩავრის და ხულოის და იმის ამბავს. მაი ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს ხუცუბანში რა მოხდება. ხო, პავილიონი გაიხსნება 20-22 წელია გაჩერებულია, ხან ერთმა მოვდა, გაგვყიდა, მეორე მოვდა მე უცხოა სუპერი. ეს შეხვედრა არ ვიცი, მასე იძახის ყველა მოდის შეხვედრა არის, მიდიან და არაფერი არ კეთდება. მე რწმენა დამეკარგა ყველაფრის, რომ არაფერი არ კეთდება. ამ შეხვედრის მიზანი ეგ არის, რომ დეტალურად აუხსნათ თუ რა მნიშვნელობა ექნება კოოპერატიულ საქმიანობას, როგორი იქნება სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით, სამინისტროს როლი და თვითონ ფერმერების მხრიდან რა უნდა იქნას გაკეთებული, რომ შესაბამისად ეს სიახლეა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თუ უცხოეთში ქვეყნებს 50, 60, 150 და მეტი წელის გამოცდილება აქვს კოოპერატიული საქმიანობის, ჩვენთან ეს ახლა იწყება.